წელს პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 15721 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, წელს სამ თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1763 დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი დაღუპული 33% 61 წლის და მეტი ასაკის ადამიანზე მოდის, 29% 26-დან 40 წლამდე, ხოლო 20,5% 41-დან 60 წლამდე. ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 61% თბილისში მოხდა, ასევე ლეტალური შედეგითაც დედაქალაქი ლიდერობს. ამასთან იმ ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, 31 შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას უკავშირდება, 26 მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას, 25 შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას, 21 მოხვევის მანევრს, 15 სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, 9 კი დისტანციის დაუცველობას.